ძალიან მძიმეა სიბერე, მაგრამ სიბერესაც ძალიან ბევრი ხიბლი აქვს, იმდენი რამეა გასახსენებელი. ესეც თენგიზის წყალობით. აი ასე. სულ მაგისი ნაყიდია ყველაფერი. ნუ მეც ვყიდულობდი რა საკვირველია. წასვლაზე ან საზღვარგარეთ და ნუ იცოდა ჩემი, აი კედელზე მეკიდა ეს ადრე ყოველთვის და ეხლა დავიკიდე ლოგინთან. აუცილებლად ხატვარმა ისაუბროს, ხატვარი საქმეა ხატვა. თენგიზ მირზაშვილის ჩუბჩიკას ნახატები დღემდე ამ ისტორიული სახლის კედლებზე ცოცხლობენ. ქიაჩელის 20 ნომერში რომ მდებარეობს. აი ეს ქუჩა, ეს ვერის ეს მონაკვეთი არის ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი ხალხით არის დასახლებული, არაჩვეულებრივი. იცით, ეს თითო სახლი არის მუზეუმი. აქ ცხოვრობდა მიხეილ გედევანიშვილი. აქ დაიბეჭდა პირველი დიდი გამოცემა ილია ჭავჭავაძის, აი იმ ოთახში. მერე მიხეილმა იმ ოთახებში, რომელიც იყურება ქუჩაში, იქ იყო ავადმყოფო. აქ მკურნალობდა არაჩვეულებრივად, ჩამოიტანა რენტგენის აპარატი. აქ არც იყო საერთოდ მათთვის იყო უჩვეულო ნივთი და საგანი. აი ასეთი საინტერესო სახლი იყო. ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს, უერთმანეთოდ კი ერთ დღესაც არ ატარებდნენ. ცნობილი მხატვრის თენგიზ მირზაშვილის მეუღლე მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი იყო. ჩემი აზრი აინტერესებდა. თავის გამოფენის გახსნაზე აქ რო იხსნებოდა, მოვიდოდა ჩემოდნით, დაესწრებოდა გამოფენას, მეტყოდა ყველაფერს თავის ასრს, მეც ვეუბნებოდი და ესე მიფრინავდა ამ ჩემოდნით პირდაპირ გამოფენიდან. ასაძინებო წვები და ისე ვიღლები ხომ რომ ძლივს ვიძინებ, მაინც მიხარია რომ აი უნდა გავთენდება და ძალიან ბევრი საქმე მაქვს. თუ მართლა არ ვიმუშავებ, თქვა ორი დღე, თქვა ეს მე ვგზნობ, რა ვიცი, ესეთ სიცარიელეც ვგზნობ. დღეში 4-5 საათს მუშაობ, ხანდახან 6 და 7 და თუ თქვა რაღაც სპეციალურ რამეს რა ვთქვა წიგნს ვაკეთებ ან რაღაც ვაფორებ, მაშინ შეიძლება მეტიც ვიმუშავო და ისე აი ესე ფუნჯის წასმა წამოსმას უნდები 4-5 საათს დღეში. ამით ცხოვრობდა. დრო არ ქონდა არც ერთი წამი. აი ერთ საათში საოცარი სისწრაფით აკეთებდა ქართლის პეიზაჟებს. აი მთიანი საქართველოს პეიზაჟებს, აი მარტო შენაქოს პეიზაჟები რადგირდა, თუშეთის სოფლის რაღაცა ისეთი სილამაზე იყო. თენგიზს არ შეეძლო წელიწადში 1-2 3 არ ენახა ეს შენაქო, დიკლო, დართლო, ნუ არ ვიცი, ვერც მოვთვლი. საათობით მუშაობდა. ხატვა ჩუბჩიკას ცხოვრების მთავარი ფილოსოფია იყო, მაგრამ კიდევ არაერთი საქმით იყო დაკავებული. კითხულობდა ლექციებს, წერდა წიგნებს, იკვლევდა და საქართველოში მოგზაურობა მისი მთავარი გატაცება იყო.
ნუ არაჩვეულებრივი მაგისთვის არ ცუდი ამინდა არსებობდა არც კარგი არც წვიმა არც ავდარი არაფერი მაგას შეეძლო ქუჩაში საძილე ტომარაში გაეთენებია ღამე და ოღონდ რამე სასიკეთო გაეკეთებია აი ეს ქონდა თავში ემოციები ახლაც ისეთივე ბუნებრივია, როცა სევდიან მოგონებებს ეყვება. ის რო გიждდებოდა აი ამ თიან საქართველოზე, ყველაფერი იცოდა ზეპირად, ქტიტორებზე, ფრესკებზე, ყველაფერი რაც მის საყვარელ საქართველოს სჭირდებოდა. შეიძლება მომერიოს წრემლები. შენატრება. მხატვარსა და მის შემოქმედებას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როცა უცხოეთში მიდიოდა და გამოფენები ჰქონდა, დამთვალიერებლების რიგი არ წყდებოდა. საზღვარგარეთ მიქონდა თავის ნამუშევრები და იქ მეგობრები თავის სახლში უწყობდნენ გამოფენას და რიგი იყო ხოლმე. დენვერშიც მოეწყო მაგის გამოფენა, სტალინის დროის მთელი პოლიტბიუროზე ჰქონდა შარჟები. და იმ მუზეუმმა დენვერში ძალიან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა აი ამ კოლექციით და ეხლაც აქვთ უზარმაზარი კოლექცია დენვერში. 87 წლის მანანა თავაძე დღესაც მოგონებებით ცხოვრობს და ეამაყება, რომ ერთი ძალიან ცნობილი მხატვრის მემკვიდრეობის თითქმის საუკუნოვანი მცველია.